ეხლა აღიარებ ამ დანაშაულს, თუ არა და შენს დასაც მოგიჯენთ. რა რეაგირება მოახდინა ამაზე სახელმწიფო? ხრეკა დაიწყო 7:30 და დამთავრდა 10:30. ზუსტად 3 საათი მიმდინარეობდა. საძინებელში შევდივართ და აი კონკრეტულად ამ ჯინსის ქურთუკის ჯიბეებში იწყებს თვითონ თვალიერებას. დაზარალებულის მხარე ასე ვთქვათ, გიკავშირდება, მე როგორც ვიცი და გემუქრებიან, გითვლიან, არაფერი არ უნდა რაღაც ნივთიერებაზე დნმ-ის გადატანა. არაფერი. აი ამ ორი მტკიცებულებით, თვითონ მტკიცებულებით ყავს გამტყუნებული ბატონ მოსამართლეს. როგორია უდანაშაულო ადამიანის ბედი და მისი მეუღლის კიდევ. მე მგონია რომ საერთოდ ეს დანაშაული უბრალოდ შექმნეს იმისთვის რომ მინდიასთვის ბრალი წაეყენებინათ. გამარჯობა. მე ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი ვარ და ეს ჩემი პოდკასტი ადვოკატის კითხვებია. დღეს ჩემი სტუმარი ადვოკატი თამთა მაღლაკელიძეა, რომელიც საკუთარ უდანაშაულო მეუღლეს იცავს. დღეს თამთა უბრალოდ ერთ-ერთი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს არ მოგვიყვება. იგი ისაუბრებს საკუთარ მეუღლეზე. თუ როგორია, რა გრძნობაა, როდესაც იცავ საკუთარ ოჯახის წევრს, შენს მეუღლეს. თამთა, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. თამთა მაღლაკელიძე, ადვოკატი, რომელიც იცავს მინდია ჭაღიაშვილის უფლებებს. თამთა, ვინ არის მინდია ჭაღიაშვილი შენთვის? მეუღლე. ჩემი მეუღლე არის. შენ იცავ შენ მეუღლეს სასამართლოში, რომელიც უკანონო პატიმარია პირდაპირ შეგვიძლია თქვა. თამამად. კი ბატონო, აი მოგვიყევი თქვენი ურთიერთობა, თავიდან დავიწყოთ. როგორ დაიწყო? და შემდეგ გადავიდეთ იმ დაკავებაზე, სასამართლო პროცესებზე და განვითარებულ მოვლენებზე. სიმართლე რომ გითხრა, ჩვენი ურთიერთობა, ანუ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს მეგობრებიდან, საერთო მეგობრებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ურთიერთობაც რეალურად ამ საქმესთან ერთად დაიწყო. აჰა. და ეგ უფრო არის ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვისაც და ნუ მისთვისაც. და მოულოდნელი ყველასთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ნუ ფაქტობრივად მინდია საქართველოში იშვიათად იყო ხოლმე, არ ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ ბოლო პერიოდში დიდ დროს აკატარებდა. დაკავებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, ახალციხეში ყოფნის დროს, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, წაიყვანეს განყოფილებაში და გააფრთხილეს, ეგრეთ წოდებულად, გააფრთხილეს და უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან მივიდოდნენ საჩუქრით. როგორც ხდება ხოლმე ახალგაზრდებთან მიმართებით, ვინც არ მოსწონთ. კი, არაერთხელ გამიგია მსგავსი. მინდია წამოვიდა ახალციხიდან და დაკავებამდე პერიოდში ერთხელაც არ ჩასულა იქ, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც რამე პრობლემა არ შექმნილიყო. და 8 ივლისს აპირებდა ისედაც საქართველოს დატოვებას. ამ დაკავების დღეს 6 ივლისს შარშან 2025 წელს თავის დასთან ერთად მოძრაობდა დილიდან. და როგორც აღმოჩნდა, გამომძიებლებმაც გვითხრეს ეგ და გვიდასტურეს, რომ დილის 7 საათიდან დაგვებოდით და ვიცით, სადაც დადიოდით. სადღაც საღამოს 5 საათზე სახლთან რომ მოვიდნენ, გამომძიებლებმა გააჩერეს მანქანა მათ უკან და მინდიას ეუბნებიან, რომ განყოფილებაში უნდა გამოყვეო. და მინდიასაც ეგონა, რომ უბრალოდ ანალოგიური სიტუაცია იქნებოდა, როგორი სიტუაციაც ახალციხეში იყო. ამიტომ წინააღმდეგობა პოლიციელებიც გააფრთხილებდნენ, რომ მალე წადის საქართველოს. კი, და რადგანაც ისედაც აპირებდა წასვლას 2 დღეში, აი მაგ დღეს ბილეთები უნდა შეეძინათ. ანუ მისთვის პრობლემა არ ყოფილა და არც გაუწევია წინააღმდეგობა, იმიტომ რომ არც დასამალი ჰქონდა არაფერი და ეგონა რომ ზუსტად იგივე მოხდებოდა. გაყვა პოლიციას, მაგრამ მინდია როგორც კი წაიყვანეს, ერთ-ერთი გამომძიებელი ეუბნება მინდიას დას, რომ თქვენ სახლში უნდა ჩავატაროთ ჩხრეკა. და სოფომ დამირეკა ეგრევე მე და მითხრა, რომ ანუ ჩხრეკას აპირებენ რომ ჩაატარონ და გეხვეწები მოდიო. გამომძიებლებსაც უთხრა, რომ სანამ ადვოკატი არ მოვა, არ უთქვამს ახლა მეგობარია, ახლობელია და ასე შემდეგ. სანამ ადვოკატი არ მოვა, იქამდე ჩხრეკას არ დავიწყებთო. და ნუ მეც სადღაც 1 საათი დამჭირდა რა იქამდე რომ მივსულიყავი. სანამ მე მივიდოდი, იქამდე გამომძიებელმა სოფოს თხოვა, რომ დილის 7 საათიდან დაყბებითო. ძალიან გცხელაო, ძალიან გწყურიაო და ადამიანურადო ერთი ჭიქა წყალი მაინც დაგვალევინეო.
და რა თქმა უნდა ეხა სოფოს არც დაუხევია უკვე კი ბატონო უბრალოდ ჩხრეკა არ დავიწყოთო შევიდეთო წყალსაც დაგალებინებთო და მერე დავიწყოთ ჩხრეკაო ჩხრეკა ოფიციალურად არც დაუწყიათ მაგ დროს რა თქმა უნდა მაგრამ სახლი დაათვალიერეს პირდაპირ მინდია არ იყო ამ დროს არა მინდია წაყვანილი ყავდათ და ჩვენ ამ დროს არ ვიცით მინდია რომ წაყვანილი ყავთ იქ რა შეეუბნებიან რატომ წაიყვანეს და ასე შემდეგ სახლში შევიდნენ შენც არ ხარ ჯერუსული მხოლოდ სოფოს მცირეწლოვანი ბავშვი 5 წლის მაშინ 4 წლის იყო შევიდნენ სახლში წყალი დალიეს ბევრი პოლიციელი იყო ახლა იმისთვის რომ წყალი დაელიათ და ასე შემდეგ მაქსიმუმ ალბათ 10 ადამიანი მაინც იქნებოდა მაგრამ ბინისთვის და ერთი პატარა გოგოსთვის და მისი პატარა შვილისთვის ნუ სტრესული იყო მაინც და ამ გამომძიებელმა უთხრა რომ ესო მინდიას ოთახია ხო ანუ არ შეუხედავს მანამდე სოფოსთან ერთად და კიო სოფომ უთხრა და შეიძლება უბრალოდ კარებს გამოვაღებო და უბრალოდ შევიხედებიო არ შევალო და კი ბატონო არ არისო პრობლემაო სოფომ უთხრა და როგორც კი მან კარები გამოაღო მინდიას ოთახის პირდაპირ აიხედა კარადის თავზე გადაიღო სურათი და დაკეტა კარები მეც მალევე მივედი პირველი უთხარი რომ მეთქი ბავშვი უნდა გავიყვანოთ მეთქი მეგობრებს დაურეკეთ რომ ბავშვი გაიყვანათ და წაიყვანათ მანამდე ბავშვთან რო ცალკე აივანზე გაყავდათ ბავშვი ელაპარაკებოდნენ რაღაცებს ეკითხებოდნენ ეხლა ან ბავშვს რა უნდა სცოდნოდა ან რამე მაგრამ ბავშვისთვის ეს ძალიან სტრესული იყო დღემდე 1 წელი გადის და სულ ამბობს რომ აი პოლიციამ ძია ესე წაიყვანა აქ ბორკილები დაადო და ასე შემდეგ დღემდე მაგაზე ელაპარაკობს რომ ბიძა ცოდოა მოკლედ მე მივედი ვუთხარი რომ მეთქი აუცილებლად ჩავიწეროთ მეთქი ვიდეო გადავიღოთ თქო ჩხრეკის გამოვედით რა თქმა უნდა როგორც ხდება ხოლმე ბინიდან და სანამ კარებს გავაღებდით იქედანვე დაიწყეს ვიდეოს გადაღება ანუ ჩხრეკის დაწყებამდე უფლებების გაცნობიდან დაწყებული ვიდეო გადაღება მიმდინარეობდა ეს ჩხრეკა გაგრძელდა სადღაც 3 საათი სადღაც კი არა ზუსტად 3 საათი გაგრძელდა ოქროშიდაც ჩვეულებრივ ასახულია რომ 3 საათი გაგრძელდა ჩხრეკა მაგრამ საინტერესო ამ ჩხრეკის დროს იცით რა იყო სახლი საკმაოდ ისეთია პატარა არ არის საშუალოზე უფრო დიდი სახლია მაგრამ მინდიას ოთახის გარდა არაფერს არ ათვალიერებენ წესიურად გარდა აი როგორ გითხრათ როგორც კი შემოვიდნენ მისაღებიც დიდია ჰოლია იქ აბაზანაა საპირფარეშოა შემოსასვლელი კარადა რა ვიცი უბრალოდ გააღეს და ხურეს რო ვიდეოში გამოჩენილიყო ალბათ რომ აი შეხედეს რაღაცას მინდიას ოთახში შევიდნენ თუ არა ეგრევე კარადის თავიდან იღებენ ამ რაღაც ყუთებს გადმოყარეს ტანსაცმელები ჩალაგებული ქონდა უკვე წასასვლელად გამზადებული ჩანთა შავი ჩემოდანი ქონდა იქედანაც ამოყარეს ყველაფერი საუთავო მაგიდაზე ჯინსის ქურთუკი იყო აიღეს და აფერთხეს საწოლზე ყრიდნენ ყველაფერს ნუ საწოლის ისიც კი აწიეს მაგრამ სიმართლე რო გითხრათ მან დიდად არ შეუწუხებიათ თავი რამის დათვალიერებით თუ რო შეხედეს რომ შეკრული რაღაცეები ელაგა აღარც მიუქცევიათ ყურადღება ნუ აქ სოფოს ეუბნებიან პარალელურად რომ აი შეგიძლია რომ ყავა მოგვიდუღო და ნუ არაერთხელ გავიდა მოუდუღა შემოვიდა გავიდა მოუდუღა შემოვიდა იქ ამოიღეს ერთი შარვალი ესო ვიდეო გვაქვსო რომელ ვიდეოშიდაცო იმ ადამიანს რომელიც ჩანს ვიდეოში მსგავსი შარვალი აცვიაო ამიტომ ეს შარვალი უნდა ამოვიღოთო დალუქეს იქ ყუთები ამოიღეს ისინიც დალუქეს მე ამ ლუქებზე რა თქმა უნდა ყველაფერი ხდებოდა კანონის დაცვით ანუ ერთი შეხედვით იმიტომ რომ იცოდნენ რომ ადვოკატი იყო რომ იღებდნენ არავინ ზედმეტად არ მოძრაობდა აი მოაწერეთ ხელი აი ხომ ხედავთ რომ ვიდეო გადაღება მიმდინარეობს და ყველაფერი ესეთი მაგრამ იყო მომენტები საძინებელის ჩხრეკისას მინდიას საძინებელის ჩხრეკისას როდესაც ერთი და იგივე ადგილას კი არ ჩხრეკდნენ გამომძიებლები. ერთი ოთახის სხვადასხვა ადგილას პარალელურად ჩხრეკდნენ. როგორც მე, ასევე გამომძიებელმაც, რომელიც ოქმს ავსებდა, მიუთით ამ გამომძიებლებს, რომ კამერა ჩართული გვაქვს, ვიდეო გადაღება მიმდინარეობს და მხოლოდ ერთ ადგილას გაჩხრიკეთ, ანუ ორ სხვადასხვა ადგილას ნუ ჩხრეკთ. შეიძლება ადვოკატი ესწრებოდეს ჩხრეკას, მაგრამ ჩვენ ადვოკატებს არ გვაქვს ზებუნებრივი ძალები, რომ ამდენ ხელს მივაქციოთ ყურადღება. იმ ადამიანისთვის, მინდიას დისთვის, ოჯახის წევრისთვის, ისედაც ემოციური და სტრესული არის, როდესაც ასეთი რაღაც ხდება შენი ოჯახის წევრის მიმართ, ხო? ანუ ისიც არ არის ბოლომდე ემოციურად სტაბილური.
ხო და ჩვენც უთხარით ეს და შვიდათაც ვიყავი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად ვიცოდი რომ გადაღება მიმდინარეობდა, ვიცოდი რომ ყველაფერი ხმაც იწერებოდა, ისმინებოდა, ვამოწმებდით კიდეც. ერთ მომენტში სადღაც საათნახევარი ან რაღაც აღარ მახსოვს უბრალოდ რამდენი რო გავიდა, ერთი ტელეფონი უჯდებოდათ და მეორე ტელეფონი მოიტანეს, რომ მეორე ტელეფონით დაეწყოთ გადაღება. და ანუ ერთი ტელეფონიდან მეორე ტელეფონზე გამოჩნდა როგორ დაიწყეს ახლიდან ახალი ტელეფონით გადაღება, იმიტომ რომ უწყვეტობა არ დარღვეულიყო. და ეს ყველა კომენტარი, რასაც ჩვენი ჩრეკის დროს ვაკეთებდით, ისმინებოდა და ამიტომ შვიდათ ვიყავით. და ეს კონკრეტული რაღაცები, ამიტომაც არ შენიშვნის სახით, ამიტომაც ოქმზე არ მიგვიწერია. ყველაზე უცნაური, ყველაზე ასე რომ ვთქვათ, რთული ჩვენთვის იყო ერთი მომენტი, როდესაც ქურთუკი ამოფერთხეს და არაფერი არ გადმოვარდა, თან ამ ქურთუკს არ აქვს გადასადები, ანუ როგორ ვთქვა, დასახური, ღია ჯიბი არ იყო რა, მოკლედ ამ ქურთუკს არ ქონია ღია ჯიბი, ანუ რო დაფერთხავდნენ, იქ თუ რამე იყო, წესით უნდა გადმოვარდნილიყო ჯიბიდან. ცოტა ხნის შემდეგ აი სოფო მყავა მოადუღა, იქ სხვა რაღაცეები დალუქეს და გამომძიებელი გვეუბნება, რომ შემოდითო, ყველა აქ მოგროვდითო და ისევ საძინებელში შევდივართ და აი კონკრეტულად ამ ჯინსის ქურთუკის ჯიბეებში იწყებს თვითონ თვალიერებას. და ამოაქვს აი პატარა რაღაც, აი ძალიან პატარა ზომის შავი ლეიკოპლასტით გადაკრული რაღაც და აი ბედნიერი სახე აქვს, რომ აი ნახეთ მე რა ვიპოვე და ხსნის ამ ლეიკოპს, ხსნის და რაღაც პაკეტი და ამ პაკეტში რაღაც ეთრი ფხვნილი. და ნუ სოფოს ფერი დაეკარგა, მე ფერი დამეკარგა. მეთქი ანუ 2 წამის წინ ესე ხდება, ახლა ესე ხდება, ეგ როგორ? ანუ ეს არის ქურთუკი, რომელიც დაფერთხეს მანამდე. ვიდეოში ჩანს, რომ დაფერთხეს. მე ანუ ქურთუკში ხელის ჩაყოფამდე რა ხდება? სხვა რაღაცები ამოიღეს. შარვალი, ბენდენა, მოსაცმელი, ფეხსაცმელებიც ამოიღეს, იქ ყუთები სანამ ეს ყამ ყოლაფრის დალუქვა ცალ-ცალკე მოხდებოდა და თან ვიდეო კამერებით ყველა ერთად გავდიოდით, ყველა ერთად შემოვდიოდით, რომ კამერას დაენახა როგორ კანონის დაცვით ან გამოდიხართ ამ ოთახიდან რაღაც მომენტში. კი, როგორ არა, ყველა დალუქვის დროს ჩვენ ტოვებდით ოთახს, გამოვდიოდით და ამ დალუქვის პროცესს ყველანი ვუყურებდით. რომ აი როგორი კანონის დაცვით მიმდინარეობდა ჩხრეკა. მერე ისევ შევდიოდით, მერე ისევ გამოვდიოდით და ამას ყველაფერს ახლა კამერა იღებდა ხო თავისთავად. ნუ სოფო გავიდა ოთახიდან, ანუ მართლა ძალიან შეუძლოდ გახდა და დავრჩი მარტო. არც კარადა არ გამოუღიათ. აიქაც იყო ქურთუკები, მინდიას ქურთუკები, პიჯაკები, შარვლები, პერანგები დაკიდებული საკიდებზე. არც ერთი არ გადმოუღიათ. არც ერთის ჯიბეში ხელი არ ჩაუღიეთ. კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ ჯინსის ქურთუკში ჩაყვეს ხელი და იმ ქურთუკში, რომელიც ვითომ ვიდეო კადრები რაც ჰქონდათ ამოღებული მასალა, იქ რაც ეცვა ვითომ ვიღაცას, აი იმის მიმსგავსებული ქურთუკი. ეს ორი ქურთუკი შეამოწმეს მხოლოდ. არც ეს არ გაგვიკეთებია შენიშვნა ამაზე რეალურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, რასაც ჩვენ ვხედავდით და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო კამერაში და პირიქით ეს იქნებოდა ჩვენი თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება. მოკლედ ესე იგი. ქურთუკი დაფერთხეს. კი. არაფერი არ იყო. კი. მე რაღაც მომენტში გამოდიხართ, შედიხართ, გამოდიხართ, შედიხართ. იქ ყურადღებას აღარ აქცევთ. კი. რა ხდება? და რომელიღაც შესვლაზე ისევ მიუბრუნდა ამ ქურთუკს, ჩაყო ჯიბეში ხელი და ამოაქვს რაღაც იზოლენტაში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება. და ძალიან გახარებულია რომ მიპოვა რაღაცა. სახეზეც ეთყობა. აი ეგ კადრები ნამდვილად არის საქმის მასალებში და მაგაზე მინდა და ზუსტად გადავსულიყავი რომ სწორედ ამიტომ არ გავაკეთეთ შენიშვნა, ვიცოდით რომ ჩვენთვის კარგი მასალა უნდა ყოფილიყო ჩხრეკა. კარგი. ამ დროს ანუ დაქორწინებულები არ ხართ? ანუ ჯერ არა. ჯერ არა. არა. და აი რა გძნობა, როცა შენს საქმროს ესეთი რაღაცა ემუქრება, ანუ აი ეს ემოცია მაინტერესებს, როცა გამომძიებელმა გახარებული სახით რაღაცა ამოიღო, ნახეთ რა ვიპოვეო. მაგ ემოცია ყველაზე რთული ყოფილა. აი
ხომ გაგიგიათ, რომ მაგალითად ქირურგმა არ უნდა ჩაუტაროს ოპერაცია თავისი ოჯახის წევრს, შვილს, დედას, მამას და ასე შემდეგ. მე იქ ფაქტობრივად ორდერი მქონდა და ადვოკატის სტატუსით ვიყავი ვითომ ჩხრეკაზე. ვითომ რა მართლა მე ორდერი, მაგრამ რეალურად ეგ არ იყო ადვოკატის შესასრულებელი სამუშაო. ანუ მე როგორც ადვოკატი იქ ვერ გრძნობდი თავს. და უკვე ვიცოდი, საითაც მიდიოდა ეგ ყველაფერი. ეს რო დავინახეთ, თან მინდია ნასამართლე ვიყო 260 მუხრით, ეს რო დავინახეთ, უკვე გასაგები იყო ჩვენთვის ყველაფერი, რა სჭირდებოდათ მათ და რას აკეთებდნენ და რისთვის წაიყვანეს მინდია განყოფილებაში და ისიც ვიცოდით, რომ ეს უბრალოდ ახალციხის მაგვარი მდგომარეობა არ იქნებოდა და აქ უკვე სხვა ამბავი იყო. აი, საფრთხეს გრძნობდით. აი, მაგ დროს უკვე ნამდვილად გრძნობდით. ეხლა ქურთუკი რომ ამოიღეს, შარვალი რომ ამოიღეს და ასე შემდეგ, იმდენად დარწმუნებულები ვიყავით, რომ არანაირი მსგავსი ქმედება არ იქნებოდა მინდიას მხრიდან ჩადენილი. ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო, ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი მე პირადად ვიცოდი და მშვიდად ვიყავი, რომ მეთქი ახლა მივალ, ნახავ განყოფილებაში და დარწმუნებული ვიყავი, რომ განყოფილებიდანვე წამოვიდოდით სახლში. ჩხრეკა რომ დასრულდა, პირველი რაც გავაკეთე, თავიდანვე განყოფილებაში მინდოდა წასვლა. უბრალოდ სოფო მთხოვა ძალიან, რომ მოდიო და ეხა მე განყოფილებაში რომ წავსულიყავი, რა დრო დამჭირდებოდა წარმოდგენა არ მქონდა. ამიტომ ვერ დავტოვე მარტო ბავშვთან ერთად იყო და წავედი სოფოსთან ჩხრეკაზე სახლში. განყოფილებაში რომ მივედი, იყო 11:30 ხამე. 11 წუთები. ჩხრეკა დაიწყო 7:30-ზე და დამთავრდა 10:30-ზე. ზუსტად 3 საათი მიმდინარეობდა. მივედით განყოფილებაში და განყოფილების უფროსის მოადგილე ცდილობს ჩემს შეჩერებას მის კაბინეტში. რო აი რაღაცას ვაკეთებთ თუ რაღაც და მეთქი ახლავე სასწრაფოდ გამომიყვანეთ და უნდა დაველაპარაკოთ ხო. ან რატო გყავთ აქ გაჩერებული, რის საფუძველზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოკითხვის ეტაპზე ჩვენების მიცემა არის ნებაყოფლობითი. რა სტატუსით გყავთ მეთქი აქ გაჩერებული ამდენი საათის განმავლობაში? 11:30-ზე მივედი, 5 საათზე წამოიყვანეს. ტელეფონთან წვდომა არ ქონია. ვურეკავდით და ვერ გპასუხობდა. ანუ ჩვეულებრივად იყო დაკავებული სტატუსის გარეშე, ბრალდებული სტატუსის გარეშე. არც ის არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს. მანქანაში ჩასვეს თუ არა, იქედან მოყოლებული დაიწყეს მასთან ფიზიკური ძალადობა. და თურმე ის ფოტოები, რომელიც გამომძიებელმა სოფოსთან სახლში მინდიას კარადის თავზე ეგრევე რო გადაიღო და მიხურა კარები, იმისთვის იყო რომ მანქანაში მჯდომი გამომძიებლებისთვის ჩაეგდო, გაეგზავნა ეს ფოტოები და მინდიას აჩვენებდნენ ამ ფოტოებს, რომ ეხლა აღიარებ ამ დანაშაულს, თუ არა და შენს დასაც მოგიჯენთ. ნახე? ოღონდ ჯერ მაგ დროს ჩხრეკა დაწყებული არ არის. მე დაახლოებით დარეკვიდან საათი-საათნახევარი მაინც დამჭირდებოდა სანამ მივიდოდი. ეს ხდება მინდიას მანქანაში ჩაჯდომიდან 15 წუთში. ანუ გამიზნულად იცოდნენ ყველაფერი წინასწარ რა უნდა გაეკეთებინათ და რა დანაშაულზე მელაპარაკებით თუ ანუ ისიც არ იცოდა რაზე იყო საუბარი თავიდან. მოკლედ მინდიას ედეობიან ქურდობას. კი. რაშიც გამართლდა და ნუ ნარკოტიკების შეძენა შენახვას, რაშიც სამწუხაროდ გამტყუნდა. კი. და ეს ქურდობა როდის მოხდაო, ანუ რა სამბობენ? მოხდაო. რიცხვი. ორი ივლის განთენისას როგორც უწერიათ ბრალდებაში, რომ ეს მოხდა 2 ივლის, კადრები არის ამოღებული, რაც აქვს საქმის მასალებში, რომ ჩანს ვიღაც 2 ადამიანი, რომელიც გადის და შემოდის. ეს არის სადღაც ღამის 2-დან ღამის 4 საათამდე მონაკვეთი. და ამ მონაკვეთს ედავებიან მინდიას, რომ აი შენ და ეს ვინ არის კიდე ეს მეორე. არავინ დაკავებული სხვა არ არის სამ საქმეზე, მარტო მინდია არის. არც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არავინ მიცემული არ არის. გამოკითხულიც კი არავინ არ არის. თბილისში მოხდაო ეს ქურდობა? კი, თბილისში მოხდა. ვაშლი ჯვარში, კორპუსში, სადაც მინდია ცხოვრობდა და გაქირავებული აქვს ახლა ის ფართი. ზუსტად იმ კორპუსში მეზობელ სახლს. და არჩი ეს მინდია როგორც ნასამართლები პიროვნება. ეჭვი მიიტანეს მინდიაზე ან ეჭვი მიიტანეს, ან უბრალოდ აარჩიეს. მე მგონია, რომ ეჭვი არ მიუტანიათ მინდიაზე. მე მგონია, რომ საერთოდ ეს დანაშაული უბრალოდ შექმნეს იმისთვის, რომ მინდიასთვის ბრალი წაეყენებინათ და რატომ? მე განვითარებული მოვლენები ნელ-ნელა ამაში გვარწმუნებს რა. ეხლა რა იყო? მე რომ მინდიას შევხვდი განყოფილებაში ველაპარაკე, მეთქი მითხარი, ანუ ცალკეც გავედით, მეთქი რა ხდება, ესე იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ არაფერი კავშირი არ ქონდა მინდიას ამასთან დაკავშირებით.
ვიცოდი რომ სცემეს, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე მე ამაზე ვერ გავაკეთებდი, ვერაფერს ვერ ვიტყოდი, ვერც ჩავწერდი, ვერც პირად ჭხრეკაში, ვერც ისე ვერ ჩავწერდი, იმიტომ რომ მან უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები საქმეშიდაც და ისედაც თვითონ მას ეხება ეს ყველაფერი. პირადი ჭხრეკის დროს ამოუღეს 3200 ლარი და სიუჟეტი რუსთავიორმა რო გააკეთა, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ესე გახსნა პოლიციამ ვითომ საქმე და რაღაც 10 წამიანი სიუჟეტი, სადაც ასევე ამბობს ჟურნალისტი, რომ მისი პირადი ჭხრეკისას ამოღებული არის მოპარული თანხის ნაწილი. მაგარია, მაგარი ჟურნალისტიკა. კი, მოპარული არის ვითომ $13,500, ეს დაზარალებული ზუსტად ამ თანხას ასახელებს, მაგრამ ამოიღეს 3200 ლარი. ეხლა საქმე რაშია? დილიდან ხო დაყვებოდათ გამომძიებელი სოფოს და მინდიას. დილიდან ჯერ იყვნენ გურამიშვილზე ერთ ლომბარდში და მერე წამოვიდნენ მუხიანში რიკოში და იქ დაალომბარდეს სოფოს ოქროს ნივთები და მინდიას. ერთად დაალომბარდეს რაღაც კონკრეტული ნივთები. მიდის ადამიანი ორ დღეში ქვეყნიდან. ხო, და ეს თანხა სჭირდებოდათ იმის, სახლში ამოვიდნენ, პასპორტი უნდა აეღო, წასულიყო შემდეგ და ეყიდათ ბილეთები. ეს იცის გამომძიებლებმა ძალიან კარგად. ეს 3200 ლარი საიდან არის? ჩანთაში უდევს სოფოს ის ხელშეკრულებები ზუსტად ამ თანხაზე, იმიტომ რომ ზუსტად რიკოდან გამოტანილი თანხა იყო ეს. ეს ჩვენც ახლა დაცვის მხარის მასალებშიც გვიდევს, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულებები და ყველაფერი, რომ ეს თანხა არ არის ვინმეს დაკარგული თანხის რაღაც კონკრეტული ნაწილი ან ასე შემდეგ. ამის რა თქმა უნდა არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მტკიცებულებები არ არის საქმეში. შემთხვევის ადგილზე მინდიას ყოფნას არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს. არც რაიმე მოპარული ნივთი არ არის ამოღებული ან მინდიასგან, ან საქმე რაში არის? ამოღებული ნივთებიდან, რაც ამოიღეს ყუთები კარადის თავიდან, რაც ჩამოიღეს, საქმის მასალებში, ანუ დაზარალებული მიუთითებს, რომ აი ეს ნივთი დაკარგა და მაგალითად PlayStation-ი და გეიმი თუ რაღაც არ ვიცი, რაც დაკარგა, არც არასდროს არ გამიგია სათევზაო გეიმი რაღაც არსებობს თურმე, რომელიც ტივტივებს წყალზე და დაბლა ხედავს არის თუ არა თევზი თუ რაღაც ეგეთი. ანუ არც ვიცი ეგ რა არის, მინდიამ საერთოდ არ იცის თევზაობა. და ეს ნივთები ხო ამოიღეს, მაგრამ ამოცნობის ოქმის საქმეში არ არის. ანუ მოსამართლემაც პირდაპირ ეგ თქვა, რომ მე ვერ მიმტკიცებს ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ეს ამოღებული ნივთები მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმაც მსგავსი ნივთები დაკარგა, რომ კონკრეტულად მისი ნივთებია. ესეც არ დასტურდება საქმეში არაფრით. ამოცნობის ოქმი არ არის. პროკურორმა პროცესზე სხვათა შორის, ჩემდა გასაოცრად და ადვოკატების და გასაოცრად, ასეთი რამ თქვა, ქურდობაზე ამოცნობის ჩატარება ვის გაუგიაო? მე რასაც საუბრობ, ყველა სიტყვის დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს. ყველა სიტყვის. შენ ახლა მითხარი იმ 3 საათიან ვიდეოს რა მოუვიდა? მასალები რომ და გაგვეცვალა წინა სასამართლოს ხდომამდე, ჩვენ ბედნიერები ვართ, ვიცით რომ ამ ვიდეოში ყველაფერი გამოჩნდება. ქურდობის ნაწილზე საერთოდ არ ვღელავთ. უბრალოდ ეხა ამოღებულ ნივთიერებაზე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოგვეხსენება, სხვას თუ არა ადვოკატებს მაინც, რა სიტუაცია არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად ნარკოტიკულ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ხელოვნურად შექმნილი სტატისტიკებით და ასე შემდეგ გაბერილი ბრალდებებით. ამიტომ რაღაც აი მაგ დროს დავიწყეთ ზუსტად ნერვიულობა ნივთიერება რომ ამოიღეს, რომ ერთადერთი ჩემი საშველი, ესე რომ ვთქვათ, იყო ის ვიდეო, რასაც იღებდა გამომძიებელი ჭხრეკის ვიდეო. და ესეც გამიქრეს. მასალების გაცვლის დროს პირდაპირ ჩავრთეთ დისკებიც ხო გადმოგვეცა და ჩავრთეთ ეს დისკები და საოცრება იყო ის, რომ საათნახევრიანი ჩანაწერი მოგვიტანეს. ანუ ჩვენც და სასამართლოსაც საათნახევრიანი ბოლო საათნახევრის ჩანაწერი მოგვიტანეს, ვიდეო კადრები იწყება ზუსტად იმ ეპიზოდიდან, სადაც ხდება მინდიას ქურთუკიდან ნივთიერების ამოღება. იქამდე მთელი საათნახევარი, როგორ დალუქეს, როგორ ჩამოიღეს ყუთები, როგორ დაფერთხეს ქურთუკი, როგორ გავიდა სოფო 10,000 ჯერ მე მგონი ყავის მოსადუღებლად, რამდენად ემოციური მდგომარეობა იყო, გამომძიებლების მითითება, ჩემი მითითება, რომ პარალელურ ყველაფერი ხდებოდა პირველ საათნახევარში. დამიჯერე ბოლო საათნახევარში უკვე ამ ნივთიერების ამოღებიდან ჩვენ თითქმის აღარაფერი აღარ გვახსოვს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მინდიას იქიდან ვეღარ გამოვიყვანდით, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში. და აგერ ერთი წელი ხდება და ჯერ ისევ მაგ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რომელიც რა თქმა უნდა არ ჩაუდენია. ანუ პირველი საათნახევარი ამოჭრეს. ამოჭრეს. გააყალბეს მტკიცებულება. აღარ ჩადეს საქმეში. არ ჩადეს. არა და ქონდათ ამის ვალდებულება, იმიტომ რომ ჭხრეკის
ნაწილია ეგ ჩანაწერი. კი. და დაიწყეს ესე იგი ჩხრეკა პირდაპირ ქურთუკის ასე ვთქვათ ქურთუკიდან ნივთიერების ამოღებიდან. მანამდე რომ დაფერთხეს ეს არ ჩანს, რომ გამოდიოდით და იქ ვიღაცები შედიოდნენ არ ჩანს. და რა პასუხი ქონდა ამაზე გამომძიებელს და პროკურორს? საინტერესოა ეს კითხვა, იმიტომ რომ გამომძიებლები დაიკითხნენ პროცესზე და ჩვენი კითხვა იყო თავიდან ესეთი, სანამ საერთოდ ამ ვიდეოს ხანგრძლივობაზე გავუსვამდით ხაზს. გამომძიებელმა რომელიც ოქმი შეადგინა და რომელმაც ჩაწერა რომ 3 საათი მიმდინარეობდა. 3 საათი მიმდინარეობდა, ყველა მონაწილე, ჩხრეკის მონაწილე, ყველა გამომძიებელმა პროცესზე დაადასტურა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა 3 საათი და რომ ვიდეო გადაღება მიმდინარეობდა უწყვეტად დასაწყისიდან დასასრულამდე. არც ერთს არ უთქვამს, რომ აი თავიდან ვერ გადავიღეთ, ბოლოს დავიწყეთ არავის, ყველამ დაადასტურა, რომ ჩხრეკის გადაღება მიმდინარეობდა უწყვეტად. მათ შორის ამ ერთ-ერთმა გამომძიებელმა ისიც კი თქვა, რომ მე პირადად გადავწერე ეს ვიდეო ერთ ფაილად შევინახე და მე თვითონ ჩავწერე დისკზე. კითხვაზე ხომ არ აჩქარეთ, ხომ არ ამოჭერით რამე მონაკვეთი, ხომ არ დაგიმონტაჟებიეთ? არა, გადატანილი მაქვს მასალა სრულად მთელი 3 საათი. მაშინ ჩნდება კითხვა ახლა რა თქმა უნდა ამ კონტექსტში და ამ ფორმატში ჩვენ აღარ ვკითხავდით გამომძიებელს სად წავიდა ეს საათნახევარი, იმიტომ რომ ის ირწმუნებოდა რომ მთელი მასალა ჰქონდა გადმოცემული ჩვენთვის. პროკურორმა თქვა, რომ ალბათ ხარვეზი იყო ტექნიკური და აი ვერ ახსნა ვერაფრით და როგორ უნდა აეხსნა, ტექნიკური ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს ვიდეო ჩანაწერს და ანუ ჩანდეს რომ ის მიმდინარეობა არსებობს, მაგრამ რაღაც კადრი არ ჩანდეს, ან რაღაც ხარვეზი მართლა რო ჰქონდეს. საერთოდ გამქრალი, ანუ მთელი საათნახევარს ჰქონდა ხარვეზი და არ ჩაიწერა და მომდევნო საათნახევარი სრულად უხარვეზოდ ჩაგვაბარეს. ხარვეზი მოვიდა ზუსტად გაწყდა ხარვეზი ქურთუკის თურქში ხელის ჩაყოფის მომენტში. კი, მაგ დროს გაწყდა ხარვეზი და ფაქტობრივად პროკურატურამ ამაზე პასუხი ვერ გაგვცა, სასამართლოს ჩვენ იმედი გვქონდა რომ სასამართლო ამას ყურადღებას მიაქცევდა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ვიდეო გადაღება არ არის სავალდებულო მაშინ როცა ადვოკატიც ესწრება და ესწრება ოჯახის წევრიც ჩხრეკას, მაგრამ როდესაც ვიდეო გადაღება მიმდინარეობს, ვალდებულია გამოძიება და ბრალდების მხარე რომ წარმოადგინოს უწყვეტად, სრულად ის ვიდეო ჩანაწერი. ეს ერთი, მეორე ჩხრეკის ოქმის შემადგენელი ნაწილია და განუყოფელი ნაწილია ის ვიდეო. თუ ვიდეო მტკიცებულება არის გაყალბებული და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომ ვიდეო მტკიცებულება არის გაყალბებული. მაშინ როგორ შეიძლება მოსამართლემ სარწმუნოდ მიიჩნიოს ჩხრეკის ოქმი და თან განმარტება გააკეთა ესეთი განაჩენის გამოცხადების დროს, რომ თან ყურადღება მიაქციეთო განმარტებას ვაკეთებო. ყურადღებაც კი მიგვაქცევინა ამაზე, რომ მე ამ ჩხრეკის ვიდეოს არ ვღებულობ როგორც მტკიცებულებას, იმიტომ რომ დარღვეულია უწყვეტობა და მე ვერ ვხედავ რა ხდებოდა მანამდე საათნახევრის განმავლობაში. არ მიიღო მტკიცებულებად ეს ვიდეო ჩანაწერი, თუმცა მიიღო ჩხრეკის ოქმი. მთელი თავისი დიდებულებით, რაც კი ჰქონდა მას. ანუ ვერ მივხვდი ეს როგორ გააკეთა. ამას გარდა მეორე მტკიცებულებაც ხო სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამომტყუნებელი განაჩენი გამოეტანა და რა თქმა უნდა დნმ-ი ამოვიდა იმ ნივთიერებაზე, ჩვენ ექსპერტიც დავკითხეთ სასამართლოში და მანაც დაგვიდასტურა და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ჩემს გასარეცხ ტანსაცმელში ათავსებ რაიმე სახის ნივთიერებას, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას მოათავსებ, 99%-ით იმაზე ამოვა ჩემი დნმ-ი. და ეს იცის ყველა, მათ შორის იმ პოლიციელებმაც, რომლებიც ქუჩაში რო აჩერებენ ადამიანებს და უცებ ჯიბეში ჩაუდებენ და ამოუღებენ, იმასაც კი აქვს ბრალდებულის და დაკავებულის დნმ. არაფერი არ უნდა რაღაც ნივთიერებაზე დნმ-ის გადატანა. საერთოდ არაფერი არ უნდა. აი ამ ორი მტკიცებულებით, ვითომ მტკიცებულებით ყავს გამტყუნებული ბატონ მოსამართლეს მინდია. თუმცა რა თქმა უნდა ქურდობის ნაწილში გაამართლა და ფიზიკურად ალბათ რომ შესაძლებოდა რომ იქაც გაემტყუნებინა, ალბათ იქაც გაამტყუნებდა, მაგრამ მართლა არანაირი მტკიცებულება არ იყო. არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ იყო, არც ბიოლოგიური, არც არანაირი ექსპერტიზა, არაფრით არ მტკიცდებოდა რომ მინდია იქ იყო. და რაც შეეხება ამ ნივთებს, შემდეგ რა თქმა უნდა პროკურატურა ამაზე აპელირებდა, ერთადერთი ეგ გქონდათ რომ აბაო, შენ საძინებელში როგორ აღმოჩნდაო ეს მოპარული ნივთებია, ჯერ ერთი ვერ მიმტკიცებ რომ ეს მოპარული ნივთებია, მაგრამ რომც მიმტკიცებდე და ზუსტად იგივე აღმოჩნდა. ელემენტარული მოსამართლემაც კი დაუსვა ეგ კითხვა პროკურორს სხვათა შორის პროცესზე, რომ
გასაგებია რომ ოჯახის წევრიაო და შეეძლო რომ მაგალითად საერთოდ არ მიეცა ჩვენება თქვენთვისო მისი ძმის წინააღმდეგო, მაგრამ თქვენო მცდელობა გქონდათო რომ გამოგეკითხათო ეს ხო მისი სახლი იყო? საიდან აღმოჩნდა მის სახლში? ხო, საიდან აღმოჩნდა მის სახლში? ან ეს ნივთიერება, ან ეს რა ქვია, ტექნიკა, როგორ აღმოჩნდა? გაგეკეთებინათ ოქმი მაგალითად, შეედგინათ ოქმი, რომ უარს აცხადებს ამ ადამიანის საფუძველზე და არ აძლევს ჩვენებას. ესეც არ დევს, არავის არ უკითხავს და პროკურორმა თქვა, რომ არ მეგონაო ასეთ ინფორმაციას თუ ფლობდაო. ანუ რა გამოდის, რომ წინასწარ იმ ადამიანებს კითხავენ, რომლებზედაც იციან, რომ რამე ინფორმაცია აქვთ, საქმეში ჩნდება პიროვნება და ხომ გააქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს სრულყოფილად საქმე. ანუ გამოკითხო ყველა, ვინ საქმეში გაგიჩნდა. რა იცი, ვინ რა ინფორმაციას მოგაწოდებს წინასწარ. მოკლედ, თამთა. ჩრეკა გააყალბეს. ჩრეკის მიმდინარეობისას ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დაურთეს თავიდან ოქს, გააყალბეს. გაანადგურეს პირველი საათნახევარი. კი. ვინაიდან დრო დაფიქრდნენ, არ მოეწონათ ის საათნახევარი, პირველი საათნახევარი. ვიცი ზუსტად რატომაც. ნივთიერებაზე გადაიტანეს მინდიას და ენემი. ქურდობა ვერ დაამტკიცეს ვერანაირად. რა თქმა უნდა, იცოდნენ ეგ წინასწარ რომ ვერ დაამტკიცებდნენ და მომზადებულები მოვიდნენ. ქურდობას ვერ ამტკიცებდნენ, ამიტომ მარტივი და აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს, ჩაუდეს ნარკოტიკი. მაგრამ ამას რაღაც განვითარება მოყვა. შენ ეს დაზარალებული მხარე, ასე ვთქვათ, გიკავშირდება, მე როგორც ვიცი და გემუქრებიან, გითვლიან გადასაცემად მინდიასთვის, რომ აღიაროს მისთვის უკეთესი იქნება. კი, პირდაპირ ამ სიტყვებით. ანუ დამიკავშირდა მინდიას დაკავების მეორე დღეს. კი, მომიყევი გთხოვ ეგ ისტორია და რა რეაგირება მოახდინა ამაზე სახელმწიფო. რა პრობლემაა? მოკლედ დაკავების მეორე დღეს დამიკავშირდა ეს ქალბატონი. პირდაპირ დაზარალებულზეა საუბარი. პირდაპირ დაზარალებულზეა, ორი დაზარალებული არის ამ საქმეში, ერთ-ერთი არის უცხოელი, რომლის სახელზედაც არის ის უძრავი ქონება და მეორე არის ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი მესაკუთრე და თანამესაკუთრე არ არის ამ უძრავი ქონების, უბრალოდ როგორც აღმოჩნდა და როგორც ამბობენ, თანხის ნაწილი და ეს რაღაც ნივთების ნაწილი იყო მისიც. პარტნიორები ვართო, ესე მითხრა, მაგრამ ну არ ვიცი ხა ეგ მათი გადასაწყვეტია რას აკეთებენ და როგორ. მირეკავს საერთო ახლობლით ჩემი ქუთაისიდან მოყოლებული ნაცნობი ახლობელი, ესე რომ ვთქვათ, ბავშვობიდან ვიცნობ ამ გოგონას და მომწერა და მითხრა რომ ну აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ესე საჯაროდ არავისთვის არ ყოფილა ჩემი და მინდიას. არც ნაცნობობა და არც ურთიერთობა ცნობილი, იმიტომ რომ ну არ იყო ჯერ ეს არც დაქორწინებულები არ ყოფილვართ, არც არაფერი, არც სოციალურ ქსელებში არ დაგვიდია არაფერი მსგავსი და რა მე მგონი 90% ეგრე არის ხლა ჩემს პირად ცხოვრებაზე, რატომ უნდა ვისაუბრო სადმე. შესაბამისად ამ გოგონამაც არ იცოდა მინდია ვინ იყო, თან მინდიას გვარი შეცვლილი ჰქონდა, სხვა გვარით დააკავეს, ჯაჯანიძით დააკავეს და მითხრა მომწერა რომ ესეო მინდია ჯაჯანიძის დაზარალებული არისო, ჩემი მეგობარი არისო და თუ შეიძლება რომ შენი ნომერი მივცეო. ჩემი ნომერი ისედაც საქმის მასალებში იდა და ორდერზევე წერია ჩემი ნომერი, მაგრამ რატომღაც უნდოდა რომ ახლობლით დამკავშირებოდა, რომ მეც როგორც ახლობელს ისე მივდგომოდი ალბათ. დამირეკა და დარწმუნებული ვარ არც ამ ქალბატონმა არ იცოდა ჩემი და მინდიას პირადი ურთიერთობის შესახებ. მირეკავს როგორც ადვოკატს, მესაუბრება როგორც ადვოკატს და მეუბნება რომ ანუ ძალიან სულ რაღაცებს ამბობდა რომ მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი ციხეში, არ ციხეში არ მოვასვენებ, ზუსტად სიტყვით. ციხეს თავისი კანონები აქვს, ეხლა მე არ ვიცი თამთა შენ რამდენად გაქვს ინფორმაცია, მაგრამ ციხეს თავისი კანონები აქვს. მე 2010-დან 2014 წლამდე საკმაოდ ისეთ ადგილას მუშაობდიო, ძალიან ბევრი ნაცნობები მყავსო, თვითონ პატიმრებშიდაცო, რამდენიმე უვადო პატიმრის შვილის ნათლია ვარო. და კარგი დღე არ დაადგებაო ციხეშიცო და ამ დროს ამ ყველაფერს რომ ელაპარაკება მარტო არასდროს არ ყოფილვარ. სულ ვიყავი ან სოფოსთან ერთად, მინდიას დასთან ერთად, ან ჩემს დასთან ერთად, ან ბავშვებთან ერთად, ანუ ყოველთვის ერთად ვიყავით ხოლმე. და ეხლა რა თქმა უნდა დაზარალებული რო რეკავს, ერთად გვესმოდა ყველას, რასაც გველაპარაკებოდა და
მერე მითხრა რომ მინდიას გადაეციო რომ აუცილებლად ეს ბრალი უნდა აღიაროსო, თანხა დამიბრუნოსო. რა თანხაზეა საუბარი თქო და აიო ჩემი სახლიდანო წაიღესო $13,500. მეთქი აი რატომ ხარ ესეთი დარწმუნებული რომ მინდიამ წაიღო ეს თანხა? მეც ძალიან შინაურულად ველაპარაკები რომ ეს ყველაფერი ილაპარაკოს რისი საუბარიც უნდა. მეთქი ანუ მე დაველაპარაკები მინდიას და ვნახოთ რას მეტყვის. იმის მიხედვით რასაც ის მეტყვის, მეც გაგაგებინებს. ვითომ ნალაპარაკები არ მაქვს მინდიასთან, ვითომ არაფერი არ ვიცი. მეორე დღეს იყო აღკვეთის პროცესი, პატიმრობა შეეფარდა და იმავე საღამოს კიდევ მირეკავს. ვნახე თუ არა მინდია და მეთქი გვანცა არ მინახავს ჯერ მინდია საღამოს მორჩა აღკვეთი, გადაიყვანეს კლდანში და ხვალ დილით აუცილებლად მივალთქო და იცოდა რომ მეორე დილით მინდიას დაბადების დღე იყო. დაბადების დღე შემოდიოდა. და მეუბნება რომ პირდაპირ სახელებით და გვარებით ჩემი ბიძაშვილი არის ესა და ეს. ამ ადამიანმა გადარეკაო ყველაზე მთავარი ვინც კი არის საერთოდ საგამოძიებო ორგანოებში, გადარეკაო, იმან კიდე გადარეკა ყველა განყოფილებების უფროსებთანო და 2 დღეში იმიტომაც გაიხსნაო საქმეო და იმიტომაც მაქვსო მე ამ საქმეზე ამდენი ინფორმაციაო. ანუ თუ ორში ღამე ხდება ეგ ყველაფერი და ორში შუადღით გებულობს ამას ვითომ პოლიცია საქმის მასალების მიხედვით. 6-ში დაკავებისთანავე არა და მეორე დღეს 7-ში რომ მირეკავ, 8-ში რომ მირეკავ, 9-ში რომ მირეკავ. რომ იცი ზუსტად პასპორტი როდის განაახლა მინდიამ, რომ იცი რა გვარი იყო, როდის ისეთი დეტალებიც კი იცოდა, როგორ დეტალებსაც ჩვეულებრივ დაზარალებულებს წვდომა არ აქვთ. ჯერ მას დაზარალებული სტატუსიც კი არ ქონდა ოფიციალურად მინიჭებული და როგორ შეიძლებოდა საქმის მასალებთან წვდომა ჰქონოდა, მაგრამ ჰქონდა. ისიც კი იცოდა განყოფილებაში მინდია გამომძიებლებს რას ესაუბრებოდა და ვკითხე სპეციალურად, მეთქი იცი რომ მინდიას 1-2 მოხვდა განყოფილებაში თქო. 1-2 არაო, კარგად მოხვდაო იმისთვის რომ სცოდნოდაო ვის სახლში იყო შესულიო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმპცია იყო ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, რაც ამ საქმეში მინდიას მიმართ დაირღვა. ყველაზე ნაკლები. ნეტა მხოლოდ ეგ დარღვეული იყო და მეტი სხვა არაფერი. ანუ სახელები, გვარები, ყველაფერი მიხსენა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 9-ში, როდესაც მე მინდიასთან შევედი მის დაბადების დღეზე, აღმოჩნდა, რომ იყო კარცერში. ანუ რავი, რამდენი ბრალდებული ყოლია, რამდენი საქმე გქონია, რამდენი გაგიგია, რომ каранტინი არ უნახავს დაკავებულ ადამიანს და ეგრევე უშვებენ კარცერში. თან ამ სიტყვებით, შენთვის დაბადების დღის საჩუქარი გვაქვს. ანუ ოჯახისთვის ხო უკვე ეს რაღაცნაირად გავს უკვე იმას, რომ ეს ადამიანი, რასაც მე მემუქრება, აი შესული არ არის, უკვე ამას ასრულებს. და რა თქმა უნდა ძალიან შეგვეშინდა და ხმასაც ვერ ვიღებდით. მე რომ მინდია მითხრა მაგ პერიოდში და რომ მიყვებოდა მაგ ყველაფერს, ვერ ვიღებდი ხმას. აი რა გარანტია უნდა მქონოდა რომ შიგნით საფრთხე არ დაემუქრებოდა, რამე არ მოხდებოდა, ვინმე არ ეყოლებოდა იგივე პირობითად. სახელი და გვარი მაინც რომ ცოდნოდა, ხო, იმ კონკრეტული პატიმრის ან ვინც გლდანში ყავს იმ ადამიანს დაზარალებულს, მოვიკითხავდი და ვიტყოდი რაღაცას, რომ აი კონფლიქტში არიან და ერთმანეთს არ შეახვედრო თან რაღაც, მაგრამ ხო არ ვიცოდი ეგეც. გასაგებია. და ხო, ამიტომაც ჩავიწერეთ ზუსტად ამ ადამიანის საუბარი. ძალიან კარგად გიქნია. როდესაც საფრთხე გემუქრება შენ ჯანმრთელობას, შენ ოჯახის წევრს, მის თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებს, რა თქმა უნდა ჩავიწეროთ და უნდა დავიცვათ თავი. ერთადერთი იყო, რაც შემეძლო იმ მომენტში გამეკეთებინა. თან, როდესაც ადამიანი გაბრალებს დანაშაულს და გირეკავს, იქ შეიძლება ახალი მრალი წაგიყენოს მერე და პირიქით აქ დაებრალებინა, უქარა და სხვა რამე კიდე. ნამდვილად. კი. კაი. ამის მერე აი ამ იურიდიულ თემებს რო გადაუხვიოთ ცოტა ხნით, უბრალოდ ხელს აწერთ ციხეში. ხო, ანუ ეს ცოტა უცნაური ამბავი იყო, იმიტომ რომ მე ახლა ციხეში მანამდეც შევდიოდი ხოლმე ამ სიხშირით არა, რა თქმა უნდა და თანამშრომლებიც უკვე მეცინიან ხოლმე ხუმრობენ იმაზე, რომ მგონი 20 წლის სტაჟის ადვოკატებს არ აქვთ ამდენი საშვი ამოწერილი, რაც შენ ამ პერიოდის განმავლობაშია, მაგრამ შენ მოკლედ ყოველ დღე დადიხარ მინდიას სანახავად მინიმუმ ერთხელ, მაგრამ როგორც წესი ორჯერ გახულობ დღის განმავლობაში. მაინც ვასწრებ ისე
ვახერხებ, რომ მივიდი აუცილებლად. ვერ ვჩერდები ფიზიკურად და ალბათ ჩემს ადგილას სხვაც ესე მოიქცეოდა. მარტო იმიტომ არა რომ ვისაუბროთ ან დრო გაიყვანოს უფრო უკეთესად იგრძნოს თავი ან ამ შემდეგ. მე თვითონაც ვერ ვჩერდები გარეთ რა რო ვარ, იმიტომ რომ ვსივარ ან რამეს ვაკეთებ, წარმოვიდგენ რომ ეხლა შემიძლია იქ ვიჯდე და იქ ვისაუბრო მასთან და ვერ ვკარგავ მაგ დროს, როცა მაგ მაგის შესაძლებლობა. უხერხულად გრძნობ თავს, რომ? ხო, მე თვითონ რატო ვგრძნობ? ხო. გაქვს დრო და არ შედიხარ. კი, დამნაშავედ გრძნობ მაგ დროს თავს და მირჩევნია რომ მეც იქ ვიყო. ჩვენივრად მე რო დაგინახეთ თქვენ ციხეში პირველად, ეგრევე მივხვდი. ესენი ცოლქმარიანია მეთქი უჭყვი, ხო. იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაც სხვანაირად უყურებდით ერთმანეთს, სხვანაირად ლაბარაკობდით და მეთქი რა საყვარლები არიან. მე გაგიცანით ახლოს გავიგეთ თქვენი საქმის შესახებ. გულშემატკივრობა დავიწყე თქვენი დავინტერესდი რაღაც დეტალებით და სიუჟეტით გავიდა ამას მოусმინე და გადავწყვიტე რომ ეს მინდიას ისტორია უფრო ცლად მოგეყოლა ჩემთვის და მოისმინოს ხალხმა რა ხდება რა რისი გადატანა უწევს ადამიანს როგორია უდანაშაულო ადამიანის ბედი და მისი მეუღლის კიდევ ხო ამიტომ საინტერესოა იცი რა მაინტერესებს ახლა როგორც იურისტს და ადვოკატს ადვილი არ არის რა თქმა უნდა საკუთარი მეუღლის დაცვა და მარტო არ ხარ ამ საქმეში შვენიერი მაგაზე მინდოდა მოგო შვენიერი ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი გეხმარებათ ტარიელ კაკაბაძე რა სურჩევდი აი სიტყვაზე ადვოკატებს ყველა დაიფაროს ღმერთმა მაგრამ ოჯახის წევრი რო დააკავან ღირს მარტო თუნდაც როგორიც მაგარიც არ უნდა იყო ღირს მარტო დარჩენა და უფლებების დაცვა არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ჭხრეკაც ახალი დასრულებული იყო სოფო უკვე ერთხელ გამოკითხული ყავდა მხოლოდ იმ ნაწილში რომ ეს ხელშეკრულებები წარგვედგინა პროკურატურაში და ამ თანხის უკან დაბრუნებაზე გვეშუა მდგომლა იმიტომ რომ ეს მართლა არ არის ამ რაღაც კონკრეტულად დაკარგული თანხის ნაწილი ან საქმის მასალები მქონდა ვხედავდი ვკითხულობდი და ვერ ვგებულობდი ანუ მართლა ვერ ვგებულობდი და ეხა ვინ უნდა გამხსენებოდა ტარიელს მივწერე მეთქი ძალიან მჭირდება რჩევა თქო უბრალოდ რჩევისთვის მივმართე და რა თქმა უნდა ეგრევე კიო გავედი შევხვდი ვესაუბრე იქ საქმის მასალებიც ვაჩვენე და აი რაღაცნაირად არასდროს არ დამავიწყდება ეგ არც მოველოდი არც მიფიქრია მე ვიქნებიო შენს გვერდითო თუ მომცემ საშუალებასო მეც გამოვალო პროცესებზეო დაგიდგებით გვერდით და დაგეხმარებითო იმიტომ რომ თვითონაც გაგიჟდა და მე თან რო ვეუბნებოდი მე ძალიან რაღაც უიმედოდ ვიყავი აქეთ ეს მუქარები აქეთ მისი მდგომარეობა თვითონაც გაღიზიანებულია ნებისმიერი ადამიანი რომელიც დანაშაულოდ აღმოჩნდება იქ მაგისთვის მზად ვერასდროს ვერავინ ვერ არის და მით უმეტეს თავიდან ძალიან დაძაბული ხარ და გაღიზიანებული ხარ და ეს ყველაფერი ხო გაწובה ერთდროულად ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობ მარტო ამაზე ფიქრობ და თან გამოსავალსაც ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს და ტარიელმა მაშინ მითხრა რომ ეხლაო სახლში რო წახვალო ანუ დამამშვიდა დამაწყნარა აი ჩათვალეო ეს არის სრულიად უცხო ადამიანი ეს არ არის შენ არ გეხება არაფერში და უბრალოდ წაიკითხე და შენი აზრი მითხარიო რა მე მითხარიო დაფიქრებულად შენი აზრით იმდენ რაღაცას მივხვდი სახლში რომ შვიდად და წყნარად წავიკითხე და რო ვიცოდი რომ მარტო არ ვიყავი რო ვიცოდი რომ გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვიყავი მინდიას საქმეზე და ამან იმ ხელა ტვირთი მომხსნა რომ შემეძლო უკვე ყველაფერი გამეკეთებინა რაც გასაკეთებელი იყო და მადლობა მართლა იმიტომ რომ მე არ ვიცი რომ დღესაც თუ კი არსებობდნენ ადამიანები დღევანდელ ცხოვრებაში რომლებსაც შეუძლიათ ესე უანგაროთ მეგობრულად გვერდით დაგიდგნენ დაგეხმარონ ამაზე მნიშვნელოვანი და ამაზე მაგარი შეგრძნება მართლა არ არსებობს ამიტომ არ ვიცი 1000 წელი ალბათ სულ მაგას ვეუბნები ხოლმე ტარიელს რომ სანამ ცოცხალი ვარ ჩვენს და ჩვენის მივემატეთ მოკლედ ტარიელზე მლოცველები ვინც არიან კიდე ბევრი ყავს მაგრამ ჩვენს მათ რიგებში ვართ ახლა კი ბატონო თამთა და პროცესზე ინარჩუნე პროფესიონალის თუ ემოციები გადაგძალავს ხოლმე არა ტარიელსაც უთქვამს ჩემთვის არაერთხელ რომ ხო არ გინდა ეს შენ დაკითხო ხო არ გინდა შენ დაუსვა კითხო ხო არ გინდა რამე თქვა მაგრამ
საერთოდ ხმა რა მომიღია. არც ერთ პროცესზე არაფერი არ მithქვამს. ჩვენ ერთად მუშაობდით, ერთად ვფიქრობდით რა როგორ და რანაირად ჯობდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მე აქეთ მინდიას ვეუბნებოდი, რომ პირიქით, რაც არ უნდა მოისმინო, რაც არ უნდა ცუდად მოსასმენი იყოს შენთვის, რაც არ უნდა სიტყვის თქმა მოგინდეს, ან შეპასუხება მოგინდეს, უბრალოდ წყნარად და მშვიდად იჯექი. იმიტომ რომ მაინც გულის სიღრმეში მქონდა იმედი, რომ სამართლიანობა არსებობს. ანუ როცა ადვოკატი ხარ და უბრალოდ კლიენტი გყავს და საქმეს აკეთებ და საქმე მიგყავს, ზუსტად იცი, რაც ყოველთვის ხშირად გვითქვამს კლიენტებიც, რომ მე ზუსტად არ ვიცი რა მოხდება, ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დაგეხმარო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღები არის მოსამართლე. ამიტომ შენ თითქოს კი აფრთხილებ ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს ხო შენ არ გეხება. ანუ პირადად შენ არ გეხება, შენ ცხოვრებას არ წყვეტს ხო ადამიანის ბედი. კი, შეიძლება გული დაგწყდეს თუ წააგებ, ან თუ პატიმრობას მიუსჯის თავისუფლების აღკვეთას სასამართლო, მაგრამ როცა შენს ცხოვრებას არ ცვლის ეს გადაწყვეტილება, თურმე სულ სხვანაირად მარტივად შეიძლება ამ დროს საუბარი. და როცა შენ გეხება, ანუ რეალურად მოსამართლემ 5 წელი მარტო მინდიას კი არა, მეც მომისაჯა, ეგრე გამოდის. ანუ ფაქტობრივად მეც მომისაჯა, ხო? ან სულ რომ არ შემეძლოს მინდიასთან ყოველდღე შესვლა, სულ რომ ადვოკატი არ ვიყო. ჩემს ცხოვრებაზეც ხო ისახება თავიდან ბოლომდე, შვილებზე, ოჯახზე, დედაზე, მამაზე, მაგრამ ყველაზე მეტად შენს მეორე ნახევარზე, იმიტომ რომ ადამიანი როცა არის პატიმარი, მისი ოჯახის წევრები, ვინც არ უნდა იყოს, თავის პირად ცხოვრებას მაინც ყველა გააგრძელებს, ხო, სამსახურში ივლის, თავისი პირადი ცხოვრება ექნება, თავისი მეორე ნახევარი ეყოლება და შვილი იქნება თუ სხვა მოენატრებათ უყვართ, რა თქმა უნდა და მე ასეთი სიყვარული მართლა მინდიას მიმართ ვაქვს, მინდიას ოჯახს მართლა არ მინახავს. ოღონდ პატარა ოჯახი კი არ არის. დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც ახალციხე, გურია, კახეთი, ყველგან არიან, ბევრნი. და ყველა პროცესზე, აი იმ პროცესებზეც კი რომლებიც 5 წუთით იყო და გადაიდებოდა, ყველანი მოდიოდნენ თბილისში და იმ დღესვე უკან მიდიოდნენ მარტო იმიტომ რომ მინდიასთვის თვალი მოეკრათ. რა თქმა უნდა, იმათაც აისახება, მაგრამ ჩემზე ხო ყველაზე მეტად აისახება და მის შვილებზე ყველაზე მეტად აისახება. ხო და ანუ ჩვენც პატიმრობაში ვართ ახლა ეს 5 წელი, მაგრამ მაინც გვაქვს აპელაციის იმედი. მოკლედ, ციხეში მოაწერეთ ხელი, დაოჯახდით ციხეში. ეს რომელი პერიოდიან დაკავებიდან რამდენი თვეა გასული? მალევე, ძალიან მალევე. მალევე და რა მაინტერესებს ხა შენ აი ეს რა გძნობა, როდესაც შენ მეუღლეს ცნობენ დამნაშავედ და უშჯიან სრულიად უკანონოდ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას. მოკლედ ხელის მოწერაც არ ვქონია დაგეგმილი, მაგრამ რომ ვხედავდით, რომ უკვე ნელ-ნელა ეგ ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ ასე მარტივი აღარ იქნებოდა მის იქიდან გამოსვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ ხელის მოწერა ასე სწრაფად. განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ გადაგვიდო და მაგ დროს ორი ფიქრი მქონდა. ზოგადად როგორც წესი მოსამართლეები როცა განაჩენის გამოსაცხადებლად რაღაც დაფიქრებისთვის დროს ნიშნავენ ან რაღაც ხან კარგია ხან ცუდია ვერ გაიგებ მაგრამ ადამიანს ყოველთვის გინდა რომ რაღაც უფრო კარგის გჯეროდეს მე თან ისე იყო რომ შაბათი კვირა მოდიოდა პარასკევი დღე იყო და ეგრევე ჩანიშნა ორშაბათს განაჩენის გამოცხადება როცა მისი საპროცესო დღეები იყო 4 შაბათი და პარასკევი ჯერ ვფიქრობდი რომ მეთქი თუ უნდა სრულად გაამართლოს მაშინ იმ 3 დღეს რაღა ტოტოვებს იქ თქო და ეგ ფიქრი მქონდა მე ვფიქრობდი რომ მეთქი ალბათ უნდა რომ კარგად დაასაბუთოს ეს ყველაფერი კი ამართლებს და ამიტომ ჩანიშნა ორშაბათს და არ ჩანიშნა 4 შაბათს ან პარასკევს თქო მოკლედ ბევრი ფიქრი გქონდა და შინაგანად მაინც მიუხედავად ყველაფრისა მჯეროდა და დარწმუნებული იმდენად აბსურდი განაჩენი იყო. აი ქურდობის ნაწილზე საერთოდ არ ვხელავდით, აი ჩათვალეთ ეგ მუხლი მიუხედავად იმისა რომ 6-დან 10 წლამდე იყო მაგისთვის, იმიტომ რომ დიდი ოდენობა იყო 10000 ლარზე ზემოთ. მაგაზე საერთოდ არ მინერვიულია, არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი რომ მაგ ნაწილში გამამართლებელი უნდა ყოფილიყო თავიდან ბოლომდე. უბრალოდ აი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით ვეჭვობდი და ზუსტად აი რაც მქონდა მიწერილი სოფოსთვის, მინდიასთვის, ზუსტად ისეთი განაჩენი გამოაცხადა, რომ
5 წლით ოღონდ ეს არ გამიგონია ვერ ვისმენდი და ვერ გავიაზრე რომ რა 5 წელი მეთქი ანუ რას ლაპარაკობს ეს კაცი და არც ახლა თუ დამჯერებ დღემდე არ მაქვს გააზრებული ანუ ზუსტად ვიცი რომ არ უნდა იყოს იქ 5 წელი აი ხა შინაგანად მე ზუსტად ვიცი რომ იქ 5 წელი არ უნდა იყოს ეს 1 წელიც რაღაცნაირად ისე გავიდა ხო ბევრი რაღაც მოხდა მაგრამ სულ მოძრაობაში ვართ სულ ერთმანეთთან ვართ სულ საუბრობთ მინდიამ ყოველ დღე იცის აი რასაც ხედავ რაც მესმის და რაც აი ხათ ცოტა ხნის უკან ხო დამირეკა 2 საათის უკან მელაპარაკა ეხლა დამირეკა და საღამოს კიდე დამირეკავს და რამე ახალი მოხდა თუ არა მაგაზედაც სულ საუბრობთ ანუ ზუსტად იცის გარეთ რა ხდება ისევე როგორც მე ვიცი თვითონ როგორ ატარებს დროს და რას აკეთებს და დარწმუნებული ვარ აი თუ სადმე მართლა რაიმე სამართალი არსებობს ანუ კანონით ლოგიკურად ემოციურად ყველანაირად უნდა გამართლდეს და ყველანაირად უნდა გამართლებულიყო აქამდეც აუცილებლად და მართლა მაქვს იმის იმედი რომ აპელაციაში სასამართლო ნახავს აუცილებლად კარგად შეისწავლის ზუსტად შეისწავლის მოისმენს ხდომის ოქმის ჩანაწერებსაც იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს გასაჩივრებული პროკურატურასაც აქვს გასაჩივრებული და დარწმუნებული ვარ რომ მიიღებს გამამართლებელ განაჩენს იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არის გვაქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებიც პირდაპირ არის მითითებული რომ აუცილებლად ვიდეო ჩანაწერი თან ასეთ საქმეებზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ კი იქ რამე ისეთი არ ჩანდა იმ საათნახევარში რატომ არ წარმოადგინეს სასამართლოში რის ხარჯზე ინარჩუნებ ამ იმედს არ ვიცი ესე უბრალოდ იმედი მაქვს ესეც რო არ მქონდეს მაშინ არ ვიცი აღარაფერს აზრი აღარ ექნებოდა ჩემთვის სიმართლე რო გითხრათ აი ხლა მინდია პირობითად ჩემს და მინდიას ურთიერთობაში ეგ არაფერს არ შეცვლის 5 წელი იქნება ეს თუ 1 იქნება 2 იქნება თუ რამდენიც არ უნდა იყოს შეიძლება ხა ძალიან რაღაც პარადოქსულ რაღაცას ვამბობ მაგრამ განა იმიტომ ვამბობ ამას რომ მინდა იქ იყოს არა ანუ ურთიერთობაში არ შემიცვლის არაფერს რამდენი ხანიც იქ მოუწევს ყოფნა მეც ზუსტად ანალოგიურად იმდენი ხანი ვიქნები იქ ამის წინ დატომ მკითხა რომ შენო კიდევ ისე დადიხარო როგორც დადიოდიო და მეთქი ჩემთვის რა შეიცვალა განაჩენი იქნება არ იქნება ის ხო იქ არის და სანამ ის იქ იქნება მეც იქ ვიქნები სხვა გზა არ გვაქვს ვაუ და ჩავამატო მინდა კიდე აუცილებლად მინდიას დის დაკითხვის დროს დამავიწყდა გამოვრჩა მე თქვა ის დაზარალებული რომ მოვიდა პროცესზე ზუსტად მინდა ის აღნიშნო რომ პროკურორმა იცოდა ძალიან კარგად რომ ეს დაზარალებული ჩვენ გვემუქრებოდა მისთვის ჩანაწერები არ მომისმენ ანუ არ მოусმენი ამას ეს ჩანაწერები მაგრამ მან იცოდა რას გვემუქრებოდა ეს დაზარალებული ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს იცოდა რომ საჩივრის დაწერაც კი საჩივრის დაწერისგანაც კი შევიკავე თავი რეალურად პროკურატურაში იმიტომ რომ ამ ადამიანს თუ მართლა ამხელა გავლენა აქვს რა მნიშვნელობა აქვს მე საჩივარს შევიტან თუ არა თქო და ვიყავით ჩვენთვის წყარად მშვიდად რომ მეთქი აი ეს რაც შემეძლო იმით ვაკონტროლებდით ამ სიტუაციას მაგრამ უდაოდ გავხადეთ ეს მოწმე როგორც მოწმე დასაკითხად და ჩვენი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა რომ უნდა ყოფილიყო ამ დროს სპეციალურად მოიყვანა პროკურორმა ეს მოწმე დარბაზში იმისთვის რომ ჩვენს მოწმეზე სოფოზე რომელიც არის მინდიას და ოჯახის წევრი და მასაც ეხებოდა ეს მუქარა პირდაპირად მოახდინა მასზე ემოციური და რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა და მოახდინა კიდეც გულისხმობ იმას რომ სოფო ძალიან ნერვიულობდა მაგრამ ახლა როცა სიმართლეს საუბრობ ადამიანი რომ რამდენაირადაც არ უნდა შეგიტრიალონ კითხვები შენი სიმართლე მაინც სიმართლე ბოლომდე რჩება თან ყველაზე მეტი ის იყო რომ პირველად იყო მოწმე ეგეც სტრესული იყო დარბაზში შემოდიხარ და ხანდახან ადვოკატებსაც გვიჭირს საუბარი დარბაზში მოწმე იყო პირველად მისი ძმა 9 თვის განმავლობაში ერთ ესე პირისპირ დაინახა პირველად ანუ პროცესებსაც ვერ ესწრებოდა რადგან მოწმე იყო ვერ შემოდიოდა დარბაზში ბარიერს იქეთ კი ხედავდა ხან მოკლე პაემნებზე, მაგრამ სულ სხვანაირი დაძმობა აქვთ მოკლედ ამათ. და აქეთ პლუს დამატებული ეს ადამიანი, ვინც გემუქრებოდა. და ამ პროკურორმა ესეც არ იკმარა და სააპელაციო საჩივარში თქვა, რომ აიო, მეო შენთვის ან მოვიცლიო ამ მოწმისთვისო, ცრუჩვენება ისაუბრაო, ცრუჩვენება მისცაო სასამართლოსო, ეხა უბრალოდო არ მცალიაო და იმიტომ არ წერო შენსეო განცხადებასო. ტარიელმა უთხრა, რომ მადლობა ღმერთს, რომ ზემდგომებისგან ნებართვები გჭირდებაო, თორე აქ ვინც ვართ ყველას და მათ შორის მოსამართლესაც ზედ დაგვაყოლებდი და ალბათ ყველას დაგვიჭერდიო. ერთ-ერთი მოწმე მინდიას სასარგებლო ჩვენება, რომელმაც მისცა მინდიას მეგობარმა,
გამოკითხვის ოლქმის სხვათა შორის სულ სხვა შინაარსის იყო ამ ადამიანის და ეს ადამიანი არის მინდიას ბავშვის ნათლია და შესაბამისად ჩვენ მთელი 9 თვე ვფიქრობდით რომ ამ ადამიანს რა გაუკეთეს ასეთი რით დაემუქრნენ რით დააშანტაჟეს რომ ასეთ ჩვენებას სრულ აბსურდს ტყუილს გამოკითხვის ოლქში და კი იცით ტარიელის ჯვარედინი დაკითხვების ამბავი კითხვები გქონდა ისეთი გამზადებული ამოწმის დასაკითხად რომ რავი სამჯერ გადაიდოს ხდომა ეს ადამიანი ვერადავერ მოიყვანეს დარბაზში და უნდოდა პროკურორს რომ მოეხსნა მოწმე და გამოკითხვის ოლქმი დარჩენილიყო საქმეში და ჩვენ თვითონ თქვით უარი რომ ხო შენი მოწმეა მოიყვანე ჩვენ გვინდა მისი დაკითხვა რატომ უნდა მივიღოთ ეს სრული აბსურდი რაც ამ გამოკითხვის ოლქში ეწერა და უბრალოდ გვინდოდა მოსამართლეს დაენახა რამდენად აბსურდს საუბრობდა ეს მოწმე და ჩვენგან სრულიად მოულოდნელად ამ ადამიანმა ილაპარაკა სიმართლე და ახლა ემუქრებიან დაკავებით. არ ემუქრებიან, დააკავეს. უკვე დააკავეს. კი. გამოვიდა თუ არა სასამართლო დარბაზიდან, მგონი 2 დღეში თუ რაღაც დააკავეს ცრუჩვენების ბრალდებით. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, ესეც უნდა ითქვას აუცილებლად. მოწმეები უკვე სიმართლეს ვეღარ საუბრობენ სასამართლოში. მოწმეები სიმართლეს, ანუ ჯერ არ არის დადგენილი სიმართლე თქვა თუ ტყუილი თქვა და სასამართლოდან გამოსულ ადამიანს აკავებენ ცრუჩვენების ბრალდებით, მაგრამ ნახეთ, ის ხო დამთავრდა ჩვენი პროცესი 2 პროცესში. ეს ხო დაკავებული ყავდათ. წინა სასამართლო ამისი ჩატარდა, პირველი სხდომაც ჩატარდა. წინა სასამართლოზე უბრალოდ ადვოკატმა იშუა მდგომლა, როგორც მე გავარკვიე, რომ პატიმრობა მაინც არ ყოფილიყო გამოყენებული და წარადგინა ჩვენი განაჩენი, მე თვითონ მივაწოდე განაჩენის ასლი ჩვენ ხო გქონდა უკვე მინდიას მაგნაწილში, ქურდობის ნაწილში სრულად გამართლდა. ანუ სასამართლომ გაიზიარა მოწმემ რაც თქვა სასამართლოში ეს ჩვენება გაიზიარა მაგრამ ცრუჩვენების ბრალდებით ადამიანი ციხეში ზის მაინც და გაინტერესებთ უფრო საინტერესო მოსამართლემ რა პასუხი გასცა რატომ დატოვა პატიმრობაში ეს ადამიანი ესო საბოლოო განაჩენიო არ არისო ანუ ჯერ უზენაისმაც უნდა გაამართლოს და მე და ამასობაში შეიძლება 9 თვეზე მეტი გავიდეს ხო ესეა და ამასობაში ეს ადამიანი პატიმრობაში უნდა იყოს გასაგებია. თამთა. ეს არის სენი, რაღაც კიბოსავით არის, რაც ვერ მოვიშორეთ. ეს ნარკოტიკების ჩადება, წამლის ჩადება, იარაღის ჩადება და რაღაცების ჩადება, რომლის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებები არსებობს. მე არაერთხელ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. პირველი ეს არის ჩემი აზრით გამოძიების და პროკურატურის გაყოფა, დაშორება ერთმანეთისგან და პროკურორი არ უნდა იყოს გამომძიებული ზედამხედველი და გამправებელი და მისი გაფუჭებული საქმის გამასწორებელი, ეს ერთი და როდესაც ასეთ გაყალბებულ საქმეს და გაფუჭებულ საქმეს მოუტანს, პროკურატურამ ბრალი არ უნდა წაუყენოს ამ ადამიანს, არანაირი ვალდებულება არ უნდა კონდეს, რომ ამათი სიბინძურეები გამოასწოროს სასამართლოში და შემდეგ თვითონაც გაისვაროს ხელები ამ სიბინძურეში. მეორე ასეთ საქმეებზე, სადაც პოლიციელთა ჩვენებებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასეთი საქმეების განხილვის უფლება უნდა ქონდეთ ნაბიჯ მსაჯულებს, იმიტომ რომ აი ეს მომენტები ძალიან რომ უხარიან ნარკოტიკს როცა პოულობს, ის საათნახევარი რომელიც დაიკარგა და უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, რაში მაინტერესებს შენი ტექნიკური შეცდომის გამო მე 5 წელი რომ უნდა ვიждდე საქმეს ეს ციხეში შეიძლება უადოც მომწეს ხა. სად გაგვიმართლა უბრალოდ შეძენა შენახვაზე იყო საუბარი და არა. კი ბატონო. საქმეები გვაქვს არინდობენ ეგრეთ. თქვენ კიდე დაგინდეს ბრჭყალებშიც, ბევრი არ ჩაგიდეს, თორე 1-2 პაკეტიც რო ჩაედოთ, უკვე რეალიზაციის ხელშეწყობა ეს ახალი საოცარი მუხლი ეს წარდგენა მოხდებოდა და უადო პატიმრობა დაგემუქრებოდათ, ხო? ასე რომ არსებობს ამის აღმოფხრის მეთოდები, მაგრამ არ არის ნება ამ ყველაფრის, არ არის. მარტივია. ყველას უნდა რომ როცა საჭირო გახდება ვიღაცების მოსაცილებლად მოხდეს ჩადება. და იმედია შენერი ადვოკატები და შენერი ოჯახის წევრები, რომლებიც ფარხმალს არ ყრიან, ბრძოლობენ ბოლომდე, იმედი თქვენ აძლევთ იმედს იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უკანონოდ იხდიან ძალიან დიდ სასჯელს. გინდა დიდს, გინდა პატარას. შენი შეუპოვრობა, შენი ბრძოლა თავ ჩაუხრელი, შენი მიდგომა საქმის მიმართ, ერთგულება დღეს რაც ილაპარაკე ეს ყველაფერი, მაგალითი უნდა გახდეს როგორც მომავალი ადვოკატებისთვის, ისე
დიდი ხნის ადვოკატებისთვის, იურისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ქალბატონებისთვის, კაცებისთვის და ყველასთვის. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში მაინც დაინახავს მოსამართლე, რომ ეს საქმე არის როგორც გამონათქვამი ასევე თეთრი ძაფით შეკერილი და გაამართლებს და ამ დაშალო ადამიანს გაანთავისუფლებს დარბაზიდან. იმედია. მადლობა ყველაფრისთვის, რომ ამ რთულ საქმეზე მელაპარაკე, გულწრფელად შეხვედი ამ სიღრმეებში და წარმატებას გისურვებ. მადლობა პირიქით შენ დაინტერესებისთვის და ყურადღებისთვის. გაიხარე.